დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის მიხედვითაც ბადრა გუმბამ მეორე ტურში გაიმარჯვა. თვითგამოცხადებულ არჩევნებში წინასწარი ცნობებით მან ხმათა 56% დააგროვა. ოპონენტმა ადგურ არძიმბამ 42%, 2%-მა კი ყველას წინააღმდეგ მისცახმა. 2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 135,000 შეადგინა. ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99,000 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად შეიძლება აირჩიოს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე. ბადრა გუმბა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტობამდე აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანია გადადგა, აფხაზური ოპოზიცია დე-ფაქტო მთავრობის პირობებს ათანხმდა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებამდე აფხაზეთის მმართველი სწორედ ბადრა გუმბა ყოფილიყო. ბადრა გუმბას გამარჯვება საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა. გაიმარჯვა პრორუსმა გუმბამ, წერდა მედია. გუმბას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო. იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრულ მოკავშირე ურთიერთობის განმტკიცება გაგრძელდება. ჩვენი მოძმე ხალხის საკეთილდღეოდ. ნათქვამია მისაუც ტექსტში, რომელიც კრემლის პრესამსახურმა გაავრცელა. ვინ არის ბადრა გუმბა? დე-ფაქტო პრეზიდენტზე ბევრი ცნობები არ იზრდება, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაზუსტებით თქვა მაინც შეგვიძლია. ის 1991 წელს ქალაქ სოხუმში დაიბადა. 2003 წელს კი სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ბუღალტერიისა და აუდიტის სპეციალობით დაამთავრა. სწავლის დასრულების შემდეგ მან სარატოვის საქალაქო ადმინისტრაციის საფინანსო კომიტეტის სოციალური სექტორის დაფინანსების, განყოფილებისა და მართვის აპარატის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია დაიკავა. მისი საქმიანობა სარატოვის ქალაქის ადმინისტრაციის ოქტიაბერსკის რაიონის ფინანსურ განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე გაგრძელდა. ბადრა გუმბამ 2007 წლის აპრილიდან ივნისამდე სარატოვის საქალაქო ადმინისტრაციის ფინანსური კომიტეტის ანალიტიკური განყოფილების კონსოლიდირებული დაგეგმვის სექტორის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე გადაინაცვლა. ამავე წელს კი 2009 წლამდე აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტის იურიდიულ მრჩევლად გააგრძელა კარიერა. ბადრა გუმბას პოლიტიკური ცხოვრება დე-ფაქტო კულტურის მინისტრის მოადგილის პოზიციასაც აერთიანებს. ამ რანგში მან თანამდებობა 2011 წლამდე შეინარჩუნა. ამის შემდეგ კი დაწინაურდა და 2014 წლიდან კულტურის მინისტრად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ის სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა. 2020 წელს კი გუმბას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად რეკომენდაცია ასლან ბჟანიას გუნდში პოლიტიკურმა პარტიებმა აიტაირამ და ამცახარამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაუწიეს. იმავე წლის მარტში ის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბადრა გუმბა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევა. რუსული მედია წერს, რომ ბადრა გუმბას საზრუნავი სხვადასხვა დროს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა იყო. ამასთან ის დიდ ყურადღებას უთმობს კულტურულ განვითარებას და როგორც პოლიტიკოსი აქტიურად მუშაობს სოციალურ პრობლემებზე. რაც ეხება დე-ფაქტო პრეზიდენტის რუსეთთან დამოკიდებულებას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის სხვა ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ბადრა გუმბაც აქტიურად უჭერს ხარს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, გუმბამ აქტიურად დაიწყო ფიქრი რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერებაზე. მისთვის, როგორც აფხაზეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ელემენტზე.